მოგისალმებით, მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვიდეო ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ ასტროლოგიური პროგნოზი კვირის ან თვის. ეხლა შევეცდები გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა იმოკნედოთ ამ სექციაში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული წინასწარმეტყველებაზე და მკითხაობაზე და ზემო მენიუში დავაჭიროთ ღილაკს სახეობები და გადახვიდეთ მკითხაობის სახეობების გვერდზე. აქ მოუძებნოთ სექცია, რომელსაც ხატულას ქვემოთ აწერია ასტროლოგია, ჰოროსკოპი და დავაწყაპუნოთ ამ სექციის ბოქსზე, რომელიც გადაგვიყვან შესაბამის ასტროლოგიის გვერდზე. აქ ამ გვერდზე უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ, რომ თქვენ დაყენებული გაქვთ ქართული ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ინფორმაციას მიიღებთ სხვა ენაზე. ეხლა კი შეუდგეთ დღევანდელი თემის განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ გვერდზე გამოსახულია რამოდენიმე ველი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შევსებული. ესენია დაბადების თარიღი, ესე იგი წელი, თვე და რიცხვი, ასევე დაბადების ქალაქი, ქვეყანა და დაბადების დრო თუ იცით. თუ არ იცით დაბადების დრო ან საათი, შეგიძლიათ მიუთითოთ მიახლოებით. ამ აუცილებელი ველების შევსება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი პროფილის გვერდზე. როგორ გადახვიდეთ პროფილის გვერდზე? ამისათვის დააჭირეთ ზემოთ მენიუში ღილაკს, რომელიც გვერდით მარჯვენა მენიუს გამოასრიალებს. აქ იპოვეთ პირველივე ღილაკი, რომელსაც აწერია პროფილი. დააჭირეთ ამ ღილაკზე და თქვენ პროფილის გვერდზე მოხვდებით. სადაც უნდა შეავსოთ ყველა ველი იმისათვის, რომ მიიღოთ ასტროლოგიური პროგნოზები ან პირადი ჰოროსკოპი. ამ ველების შევსების გარეშე შეუძლებელია მიიღოთ რამე ინფორმაცია. ხელოვნური ინტელექტი უპირველეს ყოვლისა ამოწმებს თქვენს პროფილს, იღებს შესაბამის ინფორმაციას თქვენს შესახებ და შემდეგ ამუშავებს მას და მხოლოდ ამის შემდეგ გიგზავნით პასუხს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ უნდა შეავსოთ ეს ველები. მიუთითეთ სქესი და როცა დარწმუნებული იქნებით, რომ ყველა საჭირო ველი შევსებულია, დააჭირეთ ღილაკს შენახვა და ინფორმაცია დამახსოვრებული იქნება. ეხლა კი დაუბრუნდეთ ისევ ასტროლოგიის გვერდზე და შეუდგეთ ასტროლოგიური პროგნოზის მიღებას. როგორც ხედავთ, ეხლა უკვე მითითებულია თქვენი დაბადების თარიღი, ქალაქი და ქვეყანა. ეხლა კი საჭიროა აქ ამ გვერდზე ჩაწეროთ სად იმყოფებით, რომელ ქალაქში და სახელმწიფოში ამჟამად. რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ვარსკვლავებს სხვა ადგილმდებარეობა და განლაგება აქვთ. იმისათვის, რომ ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი მიიღოთ, საჭიროა თქვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის მითითება. ჩემ შემთხვევაში ნიუ-იორკი და ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ შემთხვევაში ის ქალაქი, სადაც იმყოფებით, ბათუმი, თბილისი თუ სხვა. და აუცილებლად ქვეყანაც. ეხლა კი როცა უკვე ყველა ინფორმაცია გვაქვს სწორად მითითებული, შეგვიძლია ავირჩიოთ თვის პროგნოზი გვინდა თუ კვირის. ამისათვის დავაწყაპუნოთ შესაბამის არჩევის ღილაკს და უკვე მზად ვართ ინფორმაციის გასაგზავნად. დავაჭიროთ გრძელმწვანე ღილაკს ასტროლოგიური პროგნოზი და დაველოდოთ. მოგვიწევს ლოდინი, რადგან ხელოვნური ინტელექტი ჯერ მიიღებს ჩვენგან სრულ ინფორმაციას ჩვენ შესახებ და ამის შემდეგ იწყებს გადამუშავებას. ამას დრო სჭირდება. მე სპეციალურად არ ვამოკლებ ვიდეოს, რომ თქვენთვის იყოს ნათელი, რამდენი დრო სჭირდება ინფორმაციის გადამუშავებას. როგორც კი ინფორმაცია იქნება დამუშავებული, ხელოვნური ინტელექტი გამოგვიგზავნის მას, რაც აისახება აქვე ამ გვერდზე და თქვენ შეძლებთ მის წაკითხვას და დამახსოვრებას. დაველოდოთ. არ დატოვოთ ეს გვერდი, არ დახუროთ ან არ გადახვიდეთ სხვაგან. დაელოდეთ საბოლოო შედეგს, რადგან შეიძლება შეწყდეს პროცესი.
და აი ისიც. ინფორმაცია მიღებულია და შეგვიძლია გავეცნოთ მას აქ. ეხლა ყველაზე მთავარი რამ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა დავაჭიროთ ღილაკს დახურვა და ისტორიის ნახვას. რადგან თუ არ დავხურავთ ამ პროგნოზს, მაშინ ეს გვერდი დაგხვდება ყოველთვის, როცა კი შემოვალთ ასტროლოგიის გვერდზე. იმისათვის, რომ მომავალში შევძლოთ ახალი პროგნოზების მიღება, ამისათვის დასახურია და ინფორმაცია გადასატანია ისტორიის გვერდზე. ამისათვის დავაჭიროთ ამ ღილაკს და პროგნოზიც დაიხურება. ამ და სხვა მკითხაობის თუ ასტროლოგიური პროგნოზების ნახვას შევძლოთ ჩვენი ისტორიის გვერდზე, რომელიც შენახული იქნება, სანამ ჩვენი აკაუნთი იარსებებს. ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ და გავეცნოთ მას, როცა კი მოგვინდება. ისტორიის სანახავად გავხსნათ მარჯვენა გამოსასრიალებელი მენიუ, ნახოთ ღილაკი ისტორია, დავაწყაპუნოთ და გადავიდეთ ისტორიის გვერდზე. აქ კი დავაჭიროთ ასტროლოგია ჰოროსკოპის ბოქსს და ამოვირჩიოთ ბოლო პროგნოზი, რომელიც თარიღის მიხედვითაა განლაგებული და გავეცნოთ ნებისმიერ დროს. იხილეთ ვიდეო ბოლომდე და გაიგებთ ყველაფერს მარტივად. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ადევნეთ თვალყური ჩვენს Facebook გვერდს, სადაც განვათავსებთ ახალ ვიდეო ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ვიმკითხაოთ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ჩვენს საიტზე. წარმატებებს გისურვებთ.